პრეზიდენტის საგანგებო განცხადება წინასწარი გათვლებით კახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 150 მილიონია საჭირო. პრეზიდენტის განცხადებით მთავრობა ამ დროისათვის სწორედ ამ თანხების მობილიზებაზე მუშაობს. მიხეილ სააკაშვილმა თელავში დღეს მეორედ მოიწვია შტაბის წევრები და დავალებები გასცა კომპენსაციების გაცემა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კი სწრაფ ვადაში უნდა დასრულდეს. მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონებში ღონისძიებების კონკრეტული გეგმაც გამოაცხადა. სტიქიის დაზარალებულები 3 კატეგორიად დაიყო. ლილიგო გოხიაგი ამბობთ. სტიქიის შემდეგ კახეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 150 მილიონი ლარი დასჭირდება. მთავრობა ამჟამად ამ თანხების მობილიზებაზე მუშაობს. კომპენსაციების გაცემა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კი სწრაფ ვადებში უნდა დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილმა თელავში დღეს მეორედ მოიწვია შტაბის წევრები და კონკრეტული დავალებები გასცა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყველგან შესეულია ხალხი, მე ძალიან კარგად მესმის, ადამიანები გამოდიან, იძახიან, რომ აი გუშინ ღამე გავათიეთ ღიაცის ქვეშ, რა გვეშლება ეხლა წვიმა რო იყოს 30,000 კვადრატული მეტრი გადასახურე მასალა არის შემწამოშული გზად. ყველა კომპანია რაც არის საქართველოს არსებობს ამ სფეროში, ყველა მობილიზებული. დღეს უკვე დაიწყო, მე ვფიქრობ 2-3 დღეში ძალიან ინტენსიურად გაჩერდება სამუშაო. ეს არის მეორე ხრი, ისეთი რამე უნდა ვქნათ, რომ უხარისხოდ გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში კომპენსაციების დარიგებაც იმ კვირაში უკვე დაიწყება. ეხლა უკვე პროდუქტი პაკეტების რაღაც ნაწილი და რაღაც პატარა სხვა დახმარებები მიდის. კიდე დამატებით ვიფიქრებთ თელავის მოსახლეობას ხალხს საკრიტი დავეხმაროთ, იმიტომ ხალხმა მძიმე სტრესი მიიღო, განსაკუთრებით იმათ, ვისაც სახლები დაუზიანდა. და საბოლოო ჯამში ალბათ ეს რასაც დავხატოთ ჩვენ ფულს ამის ლიკვიდაციისთვის და დამატებით სამუშაოებზე, ალბათ 100 მილიონზე გავახდით. მაგრამ კახეთში ნამდვილად დღეს ამის გაკეთება, იმიტომ რომ საერთოდ საქართველოში სადაც უნდა მოხდეს ასეთი ამ მასშტაბის გაჭირვება, მე არ მინახავს, მაგალითად მინახავს წყალდიდობების ხვერპლით, ათასგვარი უბედურებით, მაგრამ ამდენ ადამიანს რო შეეხოს, თუნდაც ხვერპლის გარეშე, ამდენი პროდუქცია რო გაუნადგუროს ერთად. ეს რაღაც ძალიან გამონაკლისია, მართლა გადავრჩით, რომ არ არის ხვერპლი. მაგრამ ამიტომ უნდა გზნობდეს ეს ხალხი, რომ მათ მთავრობა მანხარია, უნდა გზნობდეს, რომ ამ ქვეყანაში არის სახელმწიფო, რომელიც არის ამ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე. ამიტომ ეხლა მაინც ვიცი რაციონალურად დაღლები ვიყოთ, ახალი ბრიგადები და ყველგან შევეციოთ სრული ფრონტი, ისეთი ფრონტი, როგორც ახალაშოს არ გაშლა. და ჩვენ არ დავინანებთ საქართველოს ყველაფერი გავაკეთოთ. სტიქიის შედეგად დაზარალებულების 3 კატეგორიის მიხედვით დაიყო. ისინი კომპენსაციას მიყენებული ზარალის მიხედვით მიიღებენ. პირველ კატეგორიაში ის ოჯახები შედიან, რომლებმაც საკუთარი მოსავალის 100% დაკარგეს. მათ კომპენსაციის სახით 1300-დან 1500 ლარამდე გადაეცემათ. ოჯახები, რომლებსაც ნარგავები 70-დან 80%-მდე გაუნადგურდათ, მეორე კატეგორიის დაზარალებულთა ჯგუფში შედიან და ისინი 800-დან 900 ლარამდე თანხას მიიღებენ. მესამე კატეგორიაში შედიან ის დაზარალებულები, რომლებმაც მოსავლის 50%-მდე დაკარგეს. ამ კატეგორიას კომპენსაციის სახით 300-დან 500 ლარამდე გადაეცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აღებული კრედიტები დაზარალებულებს 1 წლით გადაუვადდებათ. კრედიტების პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. ვისაც გაუნადგურდა ნათესები 100%-ით, მათთვის არის 1300-დან 1500 ლარამდე, ვისაც 70-80% გაუნადგურდა, მათთვის არის 800-დან 1000-მდე. და მესამე კატეგორია 50%-მდე, ვისაც გაუნადგურდა, მას აქვს 300-500 ლარამდე. ამავე დროს, ვისაც კრედიტები აქვს, ყველა კრედიტს გადავავადებთ 1 წლით და პროცენტები არ დაირიცხება, დაირიცხება 0%, პროცენტებს გადაიხდის სახელმწიფო. რეალურად ეს კომპენსაციები ვიღაცას თრიანთან აუნაცხოვრებს, ხევისაც ცოტა ქონდა ძალიან ნაკვეთი და ყველაზე გაჭირვებული ვინც არის იმას თრიანთან აუნაცხოვრებს დანაკარგს, მაგრამ რა თქმა უნდა დიდ ნაწილს თრიანთან ამას ვერ გადაუფარავს. ეს შეუძლებელიც იყო, მაგრამ მინიმუმ იმისთვის არის კარგი, რომ რაც ფული აქვს ჩადებული, იმის ნაწილი უმეტესი ამოიღოს, ეს უკვე შემსუბუქება ამ ხალხისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჭირვებას არ რჩებოდა ერთ-ერთზე საერთოდ. სახელმწიფოს აქვს ის რესურსები, რაც აქვს, ჩვენ მართლა იმ პირობებში, როცა ბიუჯეტი განანაწილებულია და პარლამენტის დამატებით მოწვევა გვიხდება ამისთვის, მართლაც მთავრობამ მოახერხა თითქმის შეუძლებელი ამ სახსების მოძებნა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში მე არ მახსენდება ამ მასშტაბის დახმარება არც ერთ სტიქიური უბედურების დროს, არც ერთი მსგავსი გაჭირვების დროს. თავარია ახლა ყველაფერს, რასაც ჩვენ აქაურ საზოგადოებას დავპირდით 1 საათის დაგვიანებაც არ იყოს, ყველაფერი მიიღონ იმ ვადებში, როგორც დავპირდით. როგორც ხალხი ჩვენგან ერეს. ჩვენგან ხალხი ერეს, რომ როგორც წესი ჩვენ ამას ვასრულებთ ხოლმე.
კომპენსაციების გარდა მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სახურავების აღდგენაში დაეხმარება. ადგილობრივებს უფასოდ დაურიგდება შემწამლავი შხამქიმიკატები და საწვავი. მოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას სასურსათო პაკეტიც გადაეცემათ. ვენახის სპეციალური შემწამლავი ნივთიერება კახეთის რეგიონებში უკვე ჩატანილია. პრეპარატი გურჯაანში, ლაგოდეხში, ყვარელსა და თელავში გადანაწილდა. შესაწამლის საშუალებები, რომლებიც სამომავლოდ მოსავლის გადარჩენისთვის გამოიყენება, დაზარალებულ ოჯახებს დაურიგდებათ. თითოეულ სოფელში ყავს დასმული ცენერთა დაცვის სპეციალისტი და აგრეთვე მექანიზაციის სპეციალისტი, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ადგილობრივ მოსახლეობას. მიცემენ როგორც საწამს საშუალებებს, ასევე დიზელის საწვავს. შემოვიდა სამთავრობო სამსახურები, დაიწყეს პირველ რიგში გასუფთავება, აღწერითი სამუშაოები და დღეიდან უკვე დაიწყეს საწამლიბერების დარიგება. 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, სადაც 9 მორეაგირე ჯგუფი შეიქმნა. სტიქიის ზონებში ამ დრომდე მუშაობს 1000-ზე მეტი რეზერვისტი და საინჟინრო ბატალიონის წევრი. მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოები. ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს ამ გასაჭირში. ჯარი იქნება ამ რეგიონში მანამდე სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული. აქ არიან როგორც რეზერვისტები, ასევე საინჟინრო ბატალიონი. ყველა საჭირო ტექნიკა არის მობილიზებული და როგორც მე ვთქვი, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ. სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული, ჩვენ აქ ვიქნებით და ვიქნებით ყველა ადამიანს დავეხმარებით ამ პრობლემების მოგვარებაში. მიმდინარეობს ესე იგი წაქცეული ხეების დაჭრა, ჩართული აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებაში კახეთის რეგიონალური სამუშაო სამსახურები. ჩართული აგრეთვე შინაგან სამინისტროს კახეთის რეგიონში დისლოცირებული სპეციალური დანიშნულების დანაყოფები. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან შეხვედრებს განაგრძობენ მთავრობის წევრები. განათლების მინისტრმა თელავში სკოლები დაათვალიერა, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრიც, რომლებმაც ადგილობრივი პრობლემები უშუალოდ დაზარალებულებისგან მოისმინა. დაახლოებით 20-მდე სკოლაა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას, სახურავები, ფანჯრები ჩამწრიული და ასე შემდეგ. ეს იქნება ძალიან სულ რამდენიმე დღე გჭირდება, უკვე მასალები თბილისიდან ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი მოდის. ყველაზე მეტად რაც ყველას აწუხებს, რომ აგროსესხებია ხალხს გამოტანილი, ერთი წლით ხდება ამისი გადავადება და პროცენტებს გადაიხდის სახელმწიფო, ამიტომ ხალხს ამისი არ უნდა ეშინოდეს. გაზმომარაგების პროცესი დასრულდა ყვარელში. აქ ყველა ოჯახს მიეწოდება გაზი. სტიქიის ზონებში დაწყებულია ახალი ელექტრობოზებისა და სადენების მონტაჟი. ელექტროენერგია დღის ბოლომდე თელავს სრულად აღუდგება. 24 საათიანი მუშაობის შემდეგ თელავში წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისთვის თელავში ყველა ოჯახს სასმელი წყალი მიეწოდება. გაზის მომარაგება პრაქტიკულად დასრულებული არის უკვე დაახლოებით რამოდენიმე საათში მთლიანად თელავი იქნება აღდგენილი და ასევე თელავის სოფლები. ასევე სამუშაოები მიდის გურჯაანის სოფლებში და გურჯაანის სოფლებიც იქნება დატვირთული, მთლიანად არის უკვე ყვარელი დატვირთული. დაწყებულია კარვების დარიგების პროცესი. ოჯახებს, რომლის საცხოვრებელ სახლებსაც სტიქიამ სახურავები დაუზიანა, დროებით პრევენციის მიზნით სამშენებლო მასალები და წყალგაუვალი ქსოვილები დაურიგდება. თბილისიდან კახეთში ჩავიდა დასუფთავების სამსახურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანებული ქუჩების და ეზოების აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. მთავრობა კახეთის რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ამ დრომდე ყველა შესაბამისი სამსახური სტიქიის ზონაში რჩება.